მოგესალმებით მეგობრებო, სახშიც გემრიელიას არხზე. დღეს გადავწყვიტე მოვამზადო ბუჟენინა, არ ვიცი ქართულად რა ქვია, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში. მე პირადად ძალიან მიყვარს, ძალიან გემრიელი კერძია და ახალ წელსაც უხდება. ბუჟენინასთვის დაგვჭირდება ხორის ხორცი, დაახლოებით 2 კილოგრამი. ჩემ შემთხვევაში ვიყიდე მუცლის ნაწილი, სადაც ფენად არის ხორცი, ცხიმი. რადგანაც რულეტივით უნდა გადავახვიოთ, შემდეგ გამოვაცხოთ, ძალიან გემრიელი გამოდის, წვნიანი გამოდის და ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კისრის ნაწილიც ხორის ხორცის უძლო, მაგ ნაწილითაც ძალიან გემრიელი გამოდის და პირველ რიგში ვიწყებთ, რა თქმა უნდა, ხორის ხორცი უნდა გავრეცხოთ კარგად, შემდეგ გავამშრალოთ და დანარჩენ პროცესს უყურეთ ვიდეოში. ხორის ხორცს უკვე გავრეცხეთ, ეხლა კარგად გავამშრალებთ. და დავიწყებთ ამუშავებას. მოვაჭრებთ ზედმეტ ცხიმებს, ასევე კანს და გავამზადებთ სანელებლებისთვის. მოკლედ ხორცი დავამუშავეთ, კანი მოვაშორეთ, ზედმეტი ცხიმებიც მოვაჭერით. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ გაგვიშალა ამ სიტყვაზე და შემდეგი ეტაპი არის სანელებლები. აქ გვაქვს ჩვენ მარილი, შებოლილი პაპრიკა, სპეციალური საკმაზი ხორცისთვის, მაღაზიაში შევიძინე ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ იყიდოთ. ასევე გვაქვს წიწაკა და რა თქმა უნდა ნიორი. გრამობას ყველაფერს დავდებ აღწერაში, ასე რომ არ მოგიწევთ დამახსოვრება, შეგიძლიათ წაიკითხოთ. ეხლა ავიღებთ რაიმე ჭურჭელს, ამ სანელებს გადავიტანთ, აქ ნიორი დაგვჭირდება დაახლოებით 5-6 კბილი. დავჭყიდავთ ამ ნიორს და დავუმატებთ 2 სუფრის კოვს ზეთს და აურევთ კარგად მასას. ნიორი უკვე ჩავჭყიდეთ ჭურჭელში, ასევე დაგვჭირდება მდოგვი, ნებისმიერ შეგიძლიათ გამოიყენოთ დაახლოებით 1 ჩაის კოვზე. და ამ სანელებლებს ახლა დავუმატებთ ამაში, ასევე დავუმატებთ 2 სუფრის კოვს ზეთს და კარგად აურევთ. დაჭრილი დაფა დავგვდინეთ, გადავიტანეთ ხორცის ზეთ და ეხლა ამ მიღებულ სანელებლების მასას წავუსვოთ კარგად. ყველგან ამოვატრიალეთ მერე ხორცს და იგივეს გავიმეორებთ მეორე მხარესაც. ჩვენი მიღებული მასა უკვე წავუსვით ხორცს, ეხლა ამას გადავახვევთ რულეტივით. ხორცს გადავახვიეთ და ეხლა შევინახავთ მაცივარში 3 საათით. თუმცა თუ 1 ღამით გააჩერეთ, უკეთესიც იქნება. მოკლედ 2 საათი გავიდა, ეხლა მოხსნით ამ ცელოფანს და გადავახვევთ პერგამენტში. მოვათავსებთ საცხობზე, ხუმეს გავახურებთ 140-150 გრადუსზე, ზედა ქვედა ცხობით, ასევე კონვექციით. ვაცხობთ დაახლოებით 2-3 საათი. ნუ გააჩნია პროცესში მიხვდებით, მზად არის თუ არა, მაგასაც გაჩვენებთ როგორ. ჯერ ვახურებთ ხუმეს, შემდეგ შევდებთ ჩვენს ბუჟენინას. მოკლედ 2 საათი გავიდა, რაც ხუმელშია ჩვენი ბუჟენინა. ეხლა შემოხსნი ამ ფოლგას, ამ პერგამენტსაც და დაახლოებით 10-15 წუთით შევდებ, რომ აი გარედან დაიბრაწოს ხორცი. ჩვენი ბუჟენინა მზად არის, საოცარი სუნი ტრიალებს სახლში. ეხლა გავჭრათ, ერთი დაჭერით მოვჭერი. კიდევ გავჭრათ. როგორი წვნიანია დავაკვირდით. სულ ეს იყო მეგობრებო, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ. შეგიძლიათ ამიწეროთ კომენტარებში რა გინდათ შემდეგი რომ გადავიღო. მე კიდე დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეოებით.